მივესალმებით ჯეოლიფტივის მაყურებელს, გესაუბრებით ჩემი სამი ლიტერატურული ინიციატივის თაობაზე. პირველი ინიციატივას პირობითად ასექვია გრიგოლ რობაქიძის ანთეცის კვალი და კვალი. სიცოცხლის მიწორულს დიდმა ქართველმა მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ ანდერძად დაიბარა. ჩემო მკითხველმა იცის, როგორ მესახოს მემცხეთა. იგი წმინდა საშუა ჩვენი მიწისა. იგი ეგულებოდა ჩემს ძვლებს საფლავი კართუსი. მცხეთის მიდამო აირჩიეს ძველმა მოგვებმა ერთი ადგილი. იქ ადიდებდნენ და თაყვანისცემდნენ ისინი მზესა და ცეცხლს. მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს ჯული, აქ გამოსჭრად ნინო ჯვარი და მოახვია თავისი თმები. იქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქართველოში. აი მცხეთა, როგორც კამარა მოკლებული მთელი, ერთი დაუწერელი პოემა ღვთიურისა და ადამიანურის ურთიერთზიარებისა. სვეტი ცხოველი ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში პაწას ალოცავს ძველისძველად აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ. თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის ნაპერწკალია, ეს სალოცავი ამ მადლის განმარტებაა თვითონ. იგი თითქოს აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდა ღვთისძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენ, ძველებს, ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველი ლოცვის ნეტარ-მაცხოვრებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისუფთავე ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია. ჩემი ნატრა, როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას. წიფობის ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწასალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეც არასავთხოვ საქართველოს. უკვე რამდენიმე წელია ქართველი ახალგაზრდები დადიან მცხეთაში და ასრულებენ გრიგოლ რობაქიძის ანდერძს და უთმობენ მას სანთელს. მესამე წელია მე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირმა კეშელავა დავდიოდით მცხეთაში და პარალელურად ჩვენ პანაშვიდს ვუხდიდით საზოგადო მოღვაწეებს და მეფეებს. ანუ გარდა გრიგოლ რობაქიძის ვასრულებდით როგორც გრიგოლ რობაქიძის ანდერძს, ასევე მარტო მისით არ შემოვიფარგლეთ და საზოგადო მოღვაწეებსაც გადავხადეთ პანაშვიდი. წელს პირველად გადავწყვიტეთ, რომ საზოგადო მოღვაწეთა სია განგვევრცო და შეგვევსო ლიტერატორებით, მწერლებით, პოეტებით, მართლმადიდებლად აღსრულებული, რომელთა მოხსენიებაც შეიძლებოდა. და ეს იდეა მე განვანდე ჟურნალ ხელეურის რედაქტორს თამარ ჩაიშმელაშვილს, რომელიც ძალიან ამომიდგა გვერდში. ჩვენ შევადგინეთ სია, დაწყებული მე-5 საუკუნიდან, მოყოლებული იაკობ ცურტაველიდან ვიდრე მე-20 საუკუნემდე და წელს წიფობის თვეს 28 ოქტომბერს წავედით მცხეთაში. მე ჟურნალ ხელეურის რედაქტორი თამარ ჩაიშმელაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ირმა კვაშილავა, ჯუმბერგო გრიჭიანი და პოეტი ქეთი დოლიძე. და იქ შემოგვიერთა ასევე ნაზი ონიანი. და უკვე გადავუხადეთ პანაშვიდი 95 მართლმადიდებლად აღსრულებულ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მწერალს და პოეტს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია დავამკვიდროთ, ანუ ყოველ წელს ჩავალთ ჩვენ ამიერიდან უკვე მცხეთაში და ყოველ წელს გადავუხდით მათ პანაშვიდს. ეს სია ალბათ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ყოველას ბიოგრაფიის გადახედვა ჩვენ ვერ მოვასწარით და გადაწყვეტილი გვაქვს უფრო მეტი ბიოგრაფია გადავხედოთ და ვისი მოხსენიებაც კი შეიძლება მოვიხსენიოთ ყველა. და გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მომავალი წლისთვის შემოგვიერთდეს ამ ინიციატივაში. მეორე ჩემი ინიციატივა ეხება მეტეხის ტაძარს. პატივ მივაგოთ მათ, ვინც მეტეხის ტაძარი დანგრევას გადაარჩინა. როგორც ცნობილია, კომუნისტური მმართველობის პერიოდში არაერთი ქართული ტაძარი გადაურჩა დანგრევას თავდადებულ მამულიშვილთა ძალისხმევით. მათ შორისაა თბილისის მეტეხის ტაძარი. დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტაძრის დანგრევაც. თუმცა მხატვარისა და კოლექციონერის დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ერთ დღეს მეტეხის ტაძარში გამოცხადდა ჯგუფი, რომელმაც დიმიტრი შევარდნაძე სამცნო, ტაძარი დაცალეთ, უნდა დავანგრიოთო. მიზეზი დიდებული დასახელდა. რუსთაველის მოახლოებელი უბილეს გამო თითქოს აქ პოეტის ძეგლი უნდა აღმართულიყო. მაშინ მეტეხის ტაძარში ინახებოდა ახლად დაარსებული ეროვნული გალერეის საგანძური,
რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე. საგანძურს დარაჯიც კი არ ჰყავდა და ბატონი დიმიტრი იძულებული იყო ღამეები ტაძარში ეთია. დიმიტრი შევარდნაძემ ცივი უარით გაისტუმრა დამანგრეველები და მეორე დღეს საზოგადოების თვალსაჩინო და გამბედავი წარმომადგენლების თანხლებით ბერიასთან გამოცხადდა. დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სანდრო ახმეტელი და პეტრე ოცხელი. ისინი დიდხანს უმტკიცებდნენ ლავრენტი ბერიას, რომ მეტეხის ტაძრის დანგრევა დიდი ცოდვა იქნებოდა შთამომავლობის წინაშე. ბერიამ შეთავაზებაზე, რომ ეკლესიის ასლის შემცირებული ზომით შექმნილიყო მუზეუმისათვის, ბუნებრივია დიმიტრი შევარდნაძე და იქ მყოფი საზოგადო მოღვაწეების მტკიცე უარი მიიღო. მაშინ ბერიამ ყველა დაითხოვა, მხოლოდ შევარდნაძე დატოვა და უთხრა, რატომ მოიყვანე ეს ხალხი, ახლა მეტეხს დაანგრევთ, თողოთ საკუთარი სურვილით. დიმიტრი მაშინვე მიხვდა, რომ მათ საქმე კარგად ვერ იქნებოდა, რაც გაანდო კიდეც ქეთევან მაღალაშვილს. სასწრაფოდ წავიდა მოსკოვში და სტალინამდე მიიტანა ხმა, თანხა გვინდა მუზეუმის გასარემონტებლადო. უკან დაბრუნებულს ამბავი დააწიეს განთავისუფლებული ხარ თანამდებობიდან. განაჩენმა არ დაახანა. 1927 წელს იმ 5 კაციდან, ვინც ბერიას მეტეხის ტაძრის დანგრევის გამო სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, 3 დიმიტრი შევარდნაძე, სანდრო ახმეტელი და მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს. ჩემი სურვილია და ამ სურვილს შემოვერთა ჟურნალი ხელეურიც, რომ იქნებ მეტეხის ტაძრის გარე კედელზე გაკეთდეს დაფა, სადაც საზოგადოებას მოუძღვრობთ მამულიშვილთა ამ თავგანწირვის მაგალითს, რომელმაც მეტეხის ტაძარი დანგრევას გადაარჩინა, ხოლო ტაძრის ეზოში დაიდგას მათი ხსოვნის უკდავსაყოფი ძეგლი. მით უმეტეს, რომ დახვრეტითა საფლავებიც არ შემორჩენილა და მათი სახელები შევიდეს მიცვალებულთა მუდმივ მოსახსენიებელში. ჩვენ ეს აზრი უკვე გავაცანით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ეს ინიციატივა სულ მალე წარუდგენთ უწმინდეს. საპატრიარქოს რადიოში უკვე გავაჟღერეთ ეს ინიციატივა, დიდი მოწონება ხვდა იქ წილად და იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი სურვილი განხორციელდება და გაკეთდება დაფა. ეს ჩვენი დიდი მამულიშვილები ნამდვილად ღირსნი არიან ამისი, რომ მათი სახელი მეტეხის ტაძრის კედელზე იყოს უკდავყოფილი. და მესამე ინიციატივა ვფიქრობ, განსაკუთრებით დააინტერესებს როგორც ლიტერატურის მოყვარლებს, ასევე თეოლოგებს. 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესი და უნიტარის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა ჩემს მიერ შედგენილი წიგნი საქართველოს წმინდა პოეტები. ქართველ წმინდათა პოეზია უკაცრავად, რომლის რედაქტორიც არის ნესტან სულავა. შემდეგ გამოიცა კალენდრები, რომელიც დასურათ ხატებული იყო წმინდა პოეტების ხატებით და მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ერთიანი ხატი, სადაც გამოსახული იქნებოდნენ წმინდა პოეტები. რატომღაც ეს იდეა მაშინ ვერ განხორციელდა და ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა გავაჟღეროთ უფრო ფართოდ. პირველად ეს ისევ ხელეურის ფურცლებზე დაიბეჭდა, შემდეგ საპატრიარქოს რადიოში გავაჟღერეთ ეს იდეა და ამჯერად უკვე ჯეოლი TV-ს მაყურებელს გვინდა რომ გავანდოთ. ეს წმინდა პოეტები არიან წმინდა მამა შიომღვიმელი, წმინდა გიორგი ათონელი, წმინდა მამა ეფრემ მცირე, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, წმინდა მამა არსენი ყალთოელი, წმინდა მეფე ყოფილი დემეტრე დამიანე, წმინდა მეფე თამარი, წმინდა მამა ივანე შავთელი, წმინდა აბუსერისე ტბელი, წმინდა დიდმოწამე დედოფალი ქეთევანი, წმინდა ილია მართალი და ღირსი ალექსი შუშანია. მე და თამარ შაიშმელაშვილმა ეს იდეა გავაცანით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული პოეტური საღამოების ავტორს და წამყვანს გიორგი ფარეშიშვილს, ასევე მამა პეტრე კვარაცხელიას. შემდგომ იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა მეუფე თადეოზის და მათი თანადგომით სულ მალე იმედი გვაქვს, რომ დაიწერება ხატი, რომლის პირობით სათაური იქნება საქართველოს წმინდა პოეტები. არ მინდა დამავიწყდეს აგრეთვე იმის თქმა, რომ 2006 წელს ჩემს ვერ გამოცემულ და ჩემს ვერ შედგენილ კრებულში ქართულ წმინდათა პოეზია არ შევიდა გრიგოლ ფერაძის ლექსები
რადგან მაშინ არ ვიცოდი, რომ გრიგოლ ფერაძეს ქონია პოეტური მემკვიდრეობაც, წელს პოლონეთის მხარემ გამოსცა მისი თხზულებათა კრებული, სადაც მისი პოეტური მემკვიდრეობაც არის შესული და როდესაც შემდეგ გამოვა ეს წიგნი, გრიგოლ ფერაძის პოეტური მემკვიდრეობაც იქნება აგრეთვე წარმოდგენილი. და ასევე რა თქმა უნდა ამ ხაცას დაამშვენებს. იმედი გვაქვს საზოგადოების თანადგომის და ვისაც გააქვთ სურვილი, რომ გაიღოთ თუნდაც მცირეოდენი შემოწირულობა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ როგორც მე, ჩემს ტელეფონს გეტყვით 5999212, ასევე ჟურნალ ხელეურის რედაქციას თამარ შაიშმელაშვილს და სამივე ახალგაზრდული საღამოების წამყვანს მამა პეტრე კვარაცხელიას, რომელმაც ძალიან დიდი თანადგომა აღვიქვა. დიდი მადლობა, რომ მოგვისმინეთ.